სულხან საბამ ქართულ დოკუმენტურ პროზას შესძინა მემუარული ჟანრის საუკეთესო ნაშრომი. სულხან საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში პროექტის ფარგლებში გმირის დღე საჯარო ლექცია გაიმართა. პრეზენტატორებმა ინგა გერლიანმა და ეკატერინე რეხუეშვილმა საბას ლიტერატურულ დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისთვის სულხან საბა ორბელიანისა და წუღრუღაშენის შესახებ მოკლე პრეზენტაცია გამართეს, სადაც ისტორიული, აქამდე უცნობი და საინტერესო ფაქტები იყო წარმოდგენილი. ჩვენ წარსულიდან მოვდივართ და აწმყოშობილი წარსულისგან ეს ილია ჭავჭამაძე მას ასე ბრძანა, იმიტომ რომ თუ წარსული არ გვეცოდინება, მომავალი და აწმყო იმ წარსულის ფესვებიდან მოდის, ბუნებრივია. საქართველო ოდითგანვე იყო ევროპის ნაწილი და სულხან საბა იყო პირველი დესპანი საფრანგეთში. გასათვალისწინებელია ალბათ ის, რომ ახლანდელ თაობა უნდა ცნობდეს თავის გმირებს წარსულიდან, რომ პატივისცეს და თავადაც გაიზარდონ იმ პათოსით, მომავალში, როდესაც თვითონ უკვე იქნებიან წინაპრები, მათზეც ისევე ისაუბროს მომავალ თაობამ, როგორც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სულხან საბაზე. ბოლნიშის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს ღონისძიებებს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. დღევანდელი დღე აერთიანებს სულხან საბა ორბელიანს და აერთიანებს წუღრუღაშენის ტაძარს. ეს ორი სხვადასხვა ეპოქაა, მაგრამ სულხან საბა ასოცირდება ცოდნასთან, განათლებასთან, სიმტკიცესთან. წუღრუღაშენის ტაძარი ასოცირდება ჩვენ სარწმუნოებასთან. გმირის დღე არის ძალიან დიდებული პროექტი, ასე ვიტყოდი. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლე ახალგაზრდობამ შეიცნოს ჩვენი ისტორიული წარსული და იცოდეს იმ გმირების ისტორია, იმ ჩვენი ქართველი მოღვაწეების ისტორია, რომლებმაც ქართველი ერის ეროვნული თვითმყოფადობა დღევანდლამდე მოიტანეს. ბოლნიში პირველად ტარდება დღეს, რა თქმა უნდა, და ჯერჯერობით ერთჯერადი ხასიათი აქვს, თუმცა იდეას განვავრცელებ და განავითარებ შემდგომში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი გმირების შესახებ არის პრეზენტაციები წარმოდგენილი. გმირის დღე ბოლნიში ქალთა და ბავშვთა საკითხზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის კომისიის ინიციატივითა და ადგილობრივი მერიის ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას ახალგაზრდებში.